ეს პატარა თითუნები ამაში შეყო კარებში, ანუ კარების გარეთ იყო ეს სათამაშო, რომ ეს გამოეწია. ხო და წარმოიდგინეთ, მაგალითად ეს და აი თითებით მიწუდა ეს ბავშვი და აი ეს ორი ხვა ეწია, ეს ორი ძვალი, რომ უნდა დაეჭირა კარგად რა და ამ დროს უთხრა მასწავლებელმა, რომ ხელები დამოწია, უნდა გავიდე, კარები უნდა გავაყოვო. და ეს ქალი თავიდან ბოლომდე საუბრობდა რუსულად. ეხლა ტასუნა მამდენი ვერ გაიგო და ის ცდილობს, რომ ეს სათამაშო კიდე მოიბღაუჭოს და დაიჭიროს. და ბავშვმა ტარებდნენ თითები რო არ გამოიღო, ამ ქალბატონმა ტარები გაახო. ეს სათამაშო ხომ მოყაუჭებული თონდა. ესენი ხომ მოწეული იყო უკვე. და აი ეს ორი გაიჭედა, ანუ სათამაშო და ხელი გაიჭედა კარებსა და იატაკს შორის და ამ დროს ჩაატყდა ეს ძვლები ბავშვს. რა თქმა უნდა, იმ კარებს ხომ მიხურვაც სჭირდებოდა. ხო და ბავშვმა აღწერა ეს ყველაფერი უთხრა ბავშვმა ფსიქოლოგებს. ხო და მნიშვნელობა არ აქვს მოკლედ ძალით მოტეხა სპეციალურად, ახლა თქვენი მსჯელით ეს ძალით იყო თუ სპეციალურად, როცა ადამიანმა დაინახა, რომ ბავშვს ხელი ფთონდა კარებში ჩაყოლილი შიგნით და დააფრთხილა ბავშვი, გამოიღეთ, თორე კარბის დავაღებ.